გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 10 თვეში უკანონო თევზჭერის 687 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული კალმახების სახეობაზეც. გამოვლენილი დანაშაულებებიდან სისხლის სამართლის ნიშნებს 325 ფაქტი შეიცავს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით უკვე უწყვეტ 24 საათიან კონტროლს ახორციელებენ ამ თემაზე. სასაუბროდ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჭყუბაძე შემოგვიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მადლობა. დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისათვის. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ქალბატონო მაია, ჩვენ არაერთხელ შევთანხმებულვართ პირდაპირ ეთერში, რომ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა ეს ის პრიორიტეტია, რომელიც სახელმწიფოს ჩამონათვალში პირველია გარემოს დაცვით ღონისძიებებში და მიმართულებით, თუმცა ბრაკონიერობაში კიდე ცალკე თევზჭერა, უკანონო თევზჭერა, ეს ცალკე პრობლემად რჩება. რას აკეთებთ? იმისათვის რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. იგივე წითელი ნუსხით დაცული კალმახების სახეობაზე ბრაკონიერობის ფაქტები გაქვთ გამოვლენილი, უკანონო თევზჭერის ძალიან ბევრი ფაქტია აღმოჩენილი. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. ზოგადად სწორად აღნიშნეთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, რომელიც არის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროსი, უმთავრესი პრიორიტეტია ბრაკონიერობასთან ბრძოლა. და ჩვენ თუ სტატისტიკას ზოგადად გადავხედავთ, რა თქმა უნდა, კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა არავითარ შემთხვევაში არსებული მონაცემები არ გვაძლევს ბოდუნების საშუალებას, ვინაიდან ფაქტების რაოდენობა მაინც მაღალი რჩება. თუმცა წინა წლებთან შედარებით, რა თქმა უნდა, კლების ტენდენცია აღინიშნება. რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით? ძალიან კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ეს არის კომპლექსური მიდგომა, როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე მისი აღმასრულებელი, ამ შემთხვევაში მაკონტროლებელი უწყების გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან. ჩვენ ჯერ პირველ რიგში აღნიშნავ, რომ 2019 წელს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები გაიზარდა საკადრო რიცხვით და გაორმაგდა თითქმის რაოდენობა, რის მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო კონტროლის ბერკეტების სრულად უზრუნველყოფა. ასევე ჩვენ ბოლო პერიოდში შევიძინეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ ბრაკონიერობის წინააღმდეგ, კერძოდ მათ შორის უკანონო თევზჭერის ფაქტების მინიმიზაციისთვის და პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის და რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სამინისტროს ზოგადად აქვს პოლიტიკა ესეთი, რომ მინიმუმამდე იყოს ბრაკონიერობა, გაზრდილი დაყვანილი, გაზრდილი იყოს მოქალაქეთა ცნობადობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მაქსიმალურად იყვნენ მოქალაქეები ჩართული. სამინისტროში ფუნქციონირებს ხელიხაზი 153, სადაც ხდება ინფორმაციის დატოვება და შეტყობინება. საინტერესოა, თქვენ ახსენებთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. წლიდან წლამდე თქვენ ახსენებთ, რომ ბრაკონიერების ფაქტები კი არის, მაგრამ შემცირებულია, შედარება არა, თუმცა საინტერესოა, როგორია საზოგადოების რეაგირება. წლიდან წლამდე როგორ შეიცვალა საზოგადოების ცნობიერება. თქვენ ახსენეთ ხელიხაზიც, რამდენი ზარი შემოდის, არის თუ არა საზოგადოების მხრიდან შეტყობინება იმაზე, რომ ხდება ბრაკონიერობის ფაქტები და რასაც კადრში ვხედავთ, საშინელება ხდება ზოგჯერ ბუნებაში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან კარგი შეკითხვა, ვინაიდან გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, უკანონო სარგებლობის აღკვეთა შეუძლებელია მოქალაქეების აქტიური ჩართულობის გარეშე. ამისთვის მინდა უდიდესი მადლობა უთხრა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც თავისი მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ასრულებს და დაუყოვნებლივ რეკავს ნებისმიერი დარღვევის გამოვლენისთანავე ცხელხაზე. რა თქმა უნდა, შეტყობინებების რაოდენობა საკმაოდ დიდია და მას აქვს ცხელხაზ ზოგადად აქვს ორმხრივი დატვირთვა. პირველი ინფორმაციის მოწოდება და მეორე საინფორმაციო ხასიათი, თვითონ როცა აინტერესებთ მაგალითად თევზჭერის წესები და მოთხოვნები. ჩვენი რეაგირება ამაზე დაუყოვნებლივია, ოპერატიულია. ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ჩვენ გვყავს რეგიონული სამმართველოები და შესაბამისად, როდესაც შემოდის ხელხაზე ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ვახდენთ რეაგირებას, მაქსიმუმ იხარჯება ის დრო, რაც ეკიპაჟის მისვლას სჭირდება დარღვევის ადგილამდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველა ინფორმაცია, რაც შემოდის ხელხაზე, თუმცა ცხელი ხაზი არ არის მხოლოდ ერთადერთი პირველ წყარო ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებით, ჩვენ ასევე გვაქვს სოციალური ქსელები, გვაქვს ასევე Facebook გვერდი, ჩვენ
ჩვენ ასევე გვაქვს ელექტრონული მიმოწერა და აქედან გამომდინარე ვიღებთ გარდა ამისა ძალიან ხშირად ამ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ზოგჯერ შეიძლება დაიწყოს მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულის შეიცავდეს კონკრეტული ვიდეო ან ფოტომასალა და ესეც გახდეს გარკვეული საფუძველი. ამიტომ ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმაციებს იღებს და მისი ინფორმაციის მიღების წყაროები მრავალმხრივია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ცხელიხაზი, სადაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოუხატო ყველა მოქალაქეს, ვინც თავის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში დაუყოვნებლივ გვაწვდის ინფორმაციას არსებული დარღვევის შესახებ. თევზჭერაზე ვსაუბრობდი და საინტერესოა დარწმუნებული ვარ თქვენ სამსახური ადგენს ციფრებს და აქვს კონკრეტული მონაცემები, სად უფრო ხდება, რომელ რაიონში ან რომელ რეგიონში არის უფრო ბრაკონიერება გავრცელებული. დიახ, ჩვენ ყოველთვის ზედამხედველობის დეპარტამენტი აკეთებს ანალიტიკას, ფაქტების ანალიტიკას და სწორედ ამ ანალიტიკის საფუძველზე ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა თუ რომელი რეგიონი არის ხელიწერტილი. რა თქმა უნდა, მაგალითად, წლევანდელი წლის სტატისტიკური მონაცემები რო გავაანალიზოთ, წელს პირველ ადგილზეა მცხეთა-მთიანეთი, ასევე სამეგრელო ზემო სვანეთი, დასავლეთის რეგიონული სამმართველო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ეს არის და კახეთშიც არის ფაქტები. სამწუხაროდ ბრაკონიერობა, უკანონო თევზჭერა რჩება პრიორიტეტი და სწორედ ამიტომ რომ ბრაკონიერობა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციირებით პირველი გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები, საკმაოდ გამკაცრდა და დაწესდა გარკვეული აკრძალვები, მათ შორის ისეთი სასტიკი იარაღის წინააღმდეგ, როგორც არის მაგალითად ელექტროშოკური აპარატი. აი ეს მინდა და მეკითხა, ყველაზე ხშირ შემთხვევაში რას გამოიყენებენ ბრაკონიერები თევზჭერის პროცესში? დიახ, აკრძალული იარაღები, ჩამონათვალი ჩვენ გვაქვს კანონმდებლობით. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ბრაკონიერს გააზრებული აქვს თუ რა ზიანს აყენებს ელექტროშოკური აპარატი ზოგადად წყლის ეკოსისტემას. წყლის ეკოსისტემა ცოცხალი ეკოსისტემაა, აქ არიან არა მარტო თევზები, არამედ ძალიან ბევრი ცოცხალი ორგანიზმი, რომლებიც ამავდროულად თევზის საკვებს წარმოადგენენ და შესაბამისად ელექტროშოკური აპარატი არის სწორედ ის მავნე იარაღი, რომელიც ყველაფერ ცოცხალს ანადგურებს. და თქვენ შეკითხვას რომ უპასუხო, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე ელექტროშოკურ აპარატს დავაყენებდი, რომელიც ყველაზე მავნეზე მოქმედებით გამოირჩევა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ გვქონია ისეთი ფაქტები, როდესაც იყენებენ სახლართ ბადეებს, რომელიც უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია მისი გამოყენებაც, ასევე როგორც ელექტროშოკური აპარატის და არანაკლებ მავნებლობას აყენებს, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში სახლართი ბადეები შეიძლება ჩაწყდეს, ფსკერზე დაგროვდეს, გაუარესოს იქაური ვეტერინარულ სანიტარულ მდგომარეობა და გამოიწვიოს კიდევ მთელი რიგი პრობლემები, რასაც წყლის დაბინძურება ქვია. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტი ერთი მხრივ ინიცირება გაუკეთა კანონმდებლობის გამკაცრებას და მეორეს მხრივ ახდენს უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს და ბარემ აქვე მინდა ვთქვა, არ მინდა ამ ეთერში არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ გარდა გამოვლენილი ფაქტებისა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ზედამხედველობის დეპარტამენტის ის რეაგირება, რაც ეხება მაგალითად დატოვებული, უპატრონოდ მიტოვებული ბადეების წყალსატევებიდან ამოღებას, რაც პრევენციული ღონისძიებაა და დეპარტამენტი პერიოდულად ახდენს ამ ფაქტს და თუ ჩვენ მაგალითად ვნახავთ ჩვენ დეპარტამენტის Facebook გვერდს, ვნახავთ რომ ეს ღონისძიებები პერიოდულად ტარდება და ამას ძალიან პრევენციული ხასიათი აქვს. რა თქმა უნდა, ამას შემდგომ თავისი რეაგირება მოყვება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. რამდენად მკაცრია ქართული კანონმდებლობა ბრაკონიერების წინააღმდეგ? დიახ, მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ გამკაცრდა და შემიძლია ვთქვა, რომ უპრეცედენტოდ მკაცრია, ესეთი მკაცრი ჯერ არ ყოფილა ბრაკონიერობის წინააღმდეგ და გეტყვით რატომ უპრეცედენტო შემთხვევაა გარემოს დაცვის სფეროში, როდესაც ბრაკონიერული იარაღის მიმართ დაწესდა ისეთი აკრძალვა, რომ ამ იარაღის შენახვა, ფლობა, ტარება, შეძენა, გაყიდვა და გადატანა არის დასჯადი ქმედება და პირველივე ჯერზე მაგალითად საბარგულში ჩვენ რო აღმოვაჩვენთ ელექტროშოკური იარაღი, ეს არის ელექტროშოკური იარაღი, რომლის წინააღმდეგაც ეს აკრძალვები დაწესდა, ჩვენ რო ელექტროშოკური იარაღი აღმოვაჩვენთ, პირველივე ჯერზე ჯარიმა არის 3000 ლარი, მაგალითად მანქანის საბარგულში, ან ნახოთ რეალიზაციის პროცესში, ან გადატანის პროცესში და მეორე შემთხვევაში არის 6000 ლარი, მაგრამ თუ პირმა გამოიყენა ელექტროშოკური იარაღი უშუალოდ თევზჭერის პროცესში და ჩვენ ეს ფაქტი გამოვავლინეთ, როგორც ჩვენ ახლა ვნახეთ, ეს უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ან
320-დან 400 დღემდე საზოგადოებისათვის გამასწორებელი მუშაობა. ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის უპირობო დაკისრების საფუძველი გახდა აკრძალული იარაღის, მათ შორის ნებისმიერი ტიპის სახლართი ბაძის გამოყენება, რომელიც საკმაოდ დიდ საშიშროებას წარმოადგენს წყლის ეკოსისტემისთვის და ასევე საკმაოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია ნებისმიერი მომწავლავი საშუალების და ელექტროშოკური იარაღის გამოყენება. ქალბატონ მაია, თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა და განვითარდა საზოგადოებაში კანონებისადმი მორჩილება, შედარებით ნაკლებია ბრაკონიერების ფაქტები. საუბრობდით კანონის სიმკაცრეზე და სახდელზე, ჯარიმაზე, რამ უფრო იქონია გავლენა? ის რომ ბრაკონიერობა შემცირდა, ის რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ ის რომ კანონია ძალიან გამგაცრებული და უბრალოდ ბრაკონიერს არ უნდა 4 წელიწადი ციხეში გატარება ან 6,000 და უფრო მეტი ლარის გადახდა. რამ იქონია გავლენა, თქვენ როგორ ფიქრობთ? ზოგადად ეს კომპლექსური ეს მიდგომა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის, ვერ ვიტყვით მხოლოდ ერთი გარემოება, აქ მიდგომა არის კომპლექსური და ზოგადად პოლიტიკა არის სამინისტროს კომპლექსური, რომ ბრაკონიერობა შემცირდეს. ბრაკონიერობას აქვს გამოცხადებული ბრძოლა და რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსური მიდგომა. ერთი მხრივ კანონმდებლობის გამკაცრება, მეორე მხრივ კონტროლის გაძლიერება და როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ უკანონოდ ბრაკონიერობასთან წინააღმდეგ ბრძოლაში და არაერთი ფაქტი გვაქვს უკვე გამოვლენილი ჩვენ ფოტოხაბანგის და დრონის მეშვეობით, მათ შორის უკანონო თევზჭერასთან მიმართებაში და ყველაფერმა ამან გარკვეულწილად იქონია შემაკავებელი ეფექტი, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებული ფაქტების სიმრავლე კიდევ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება ბრაკონიერობა ერთ-ერთ პრიორიტეტად და რა თქმა უნდა ვისურვებდი იმ დღეს, როდესაც მე თქვენ ეთერში ვიტყოდი, რომ ბრაკონიერობა არის ნულამდე დასული და მე მჯერა, რომ ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ ერთობლივად, რომ რა თქმა უნდა სამინისტრო, მაკონტროლებელი უწყება, რომელიც არის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული და მოსახლეობის თანადგომა, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩვენი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების საკითხში. ხე-ტყესთან დაკავშირებით დაახლოებით სურათი გვაქვს. ყოველდღიურად ძალიან ხშირად მაინც ხდება ხე-ტყის მოპოვება და ხე-ტყის მიმართულებით ბრაკონიერობა. თევზჭერაზე ვისაუბრეთ ჩვენ. საინტერესოა როგორია ნადირობა, თუნდაც იგივე ოთხფეხა ბუნების მობინადრეებს. დიახ, როგორც აღვნიშნე, ჩვენი კონტროლის მექანიზმი საკმაოდ ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციებს და იგივე როგორ ბრაკონიერობა ეხება არა მხოლოდ უკანონო თევზჭერას, ასევე უკანონო ნადირობა ხდება როგორც ცხოველებზე, ასევე ფრინველებზეც, აკრძალულ სახეობებზე. სამონადირეოს გარეთ საერთოდ არ შეიძლება ნადირობა ცხოველზე და რა თქმა უნდა, ბევრ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ჩვენ ანალოგიურად თანამედროვე ტექნოლოგიებს აქაც იმავე მიზნით ვიყენებთ. ვინაიდან ზოგადად მინდა ვთქვა, რომ რატომ არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ორი სიტყვით მინდა ესეც ვთქვა, რომ ზოგადად მთელ მსოფლიოში ისეთი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, როგორც არის მაგალითად კლიმატის ცვლილება, ჰაბიტატის დეგრადაცია, ინვაზიური სახეობების გავრცელება, ეს ისედაც იწვევს უარყოფითად ზემოქმედებს სახეობებზე. ეხლა ჩვენ რო ჩვენ სახეობებს გადავალოთ, მაგალითად ისევ თევზს რო დაუბრუნდეთ, მაგალითად მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იყო 7-8-ჯერ მეტი სახეობა, ვიდრე დღეს გვყავს ჩვენ შიდა წყალსატევებში და ეს ნიშნავს, რომ შემცირებულია თევზის მარაგი, სახეობრივ შემადგენლობას. ანალოგიური შემიძლია ვთქვა ცხოველთა სამყაროს ობიექტებზეც და სწორედ ამიტომ ამ ყველაფერ გლობალურ პრობლემებს ზემოდან რომ ბრაკონიერობა ემატება, ეს უკვე ძალიან კრიტიკულ შეუსაბამობას იწვევს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბრაკონიერობა ნოლამდე დავიყვანოთ და პირიქით ვიზრუნოთ სახეობების აღწარმოების პროცესზე და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ სამინისტროს აქვს ძალიან კარგი მექანიზმი შეემუშავეს ბოლო წლები, როდესაც ახდენს სახეობების აღწარმოებას და ველურ გარემოში გაშვებას. ამისთვის სამინისტროში არსებობს შესაბამისი სიპი. რამდენი ფაქტი, ბევრი ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში ხშირად ხვდებით, როგორ ბრუნდება ბუნებაში ესა თუ ის სახეობის თევზი, ფრინველი, ოთხფეხა. ხშირია ეს ფაქტები. ეს არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ისეთი პროგრამა, რომელიც პერმანენტულად თუ ჯერჯერობით მაინც ასე თუ ისე არა ისეთი მდგრადი ხასიათი აქვს. მოდით ვიტყვი, რომ ეს ბოლო პერიოდში რაც შეიქმნა ველური ბუნების სააგენტო სამინისტროში რამდენიმე წლების უკან
სწორედ ამით შეიქმნა, ეს არ არსებობდა აქამდე, ჩვენ სამინისტროს არ ქონია ეს ფუნქცია, აღწარმოების ფუნქცია არ ქონია და სამინისტროს პოლიტიკა ისეთი იყო, რომ ხელი შეუწყოს ერთის მხრივ თვითონ გაამრავლოს და გაუშვას ველურ გარემოში სახეობები, მაგალითად თევზთან მიმართებაში ძალიან ხშირად გვინახავს მდინარის კალმახის გაშვების ფაქტები და მოგდის სასიამოვნო სიგნალები, რომ იმ მდინარეებში, სადაც არ იყო ამ გაშვებების შედეგად უკვე შეინიშნება ადგილობრივი პოპულაციები, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. ჩვენ ასევე ვხედავთ მათ შორის ფრინველთა სამყაროს წარმომადგენლებს, როდესაც უშვებენ. ეს რა თქმა უნდა არის ეს სააგენტო ამისთვის შექმნილი და რა თქმა უნდა აქვს გარკვეული პერიოდული ხასიათი. რაც შეეხება თვითონ ეხლა ეს მუდმივად იქნება, როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია თვითონ სამინისტროს პოლიტიკაზე, მაგრამ მინდა აქვე აღვნიშნო, რომ სამინისტროს პოლიტიკის ნაწილი ასევე ისიც, რომ მაგალითად რეგულირების ობიექტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გარემოზე, მათ შორის იწვევენ ჰაბიტატის დეგრადაციას, თუნდაც ჰიდროელექტროსადგურები, აუცილებლად შემარბელებელ ღონისძიებად ედებათ, რომ მათ ხელი შეუწყონ აღწარმოების ღონისძიებებს. რა თქმა უნდა ეს სწორი პოლიტიკაა და ეს არის საპირწონე და დაპირისპირ. რა თქმა უნდა ვალდებულება გააჩნიათ მათაც რომ გაამრავლოთ და გაუშვან მაგალითად თევზის სახეობები. რა თქმა უნდა თუ ეს ნებართვის პირობა ხდება, თუ ნებართვის პირობა არ შესრულდება, რა თქმა უნდა მოუწევს ჯარიმის გადახდა. და ერთი მოდი დავამთავროთ. კარგი ფაქტებით, საინტერესო პროფესორე, თუ შეგვიძლია დავამთავროთ კარგი ფაქტებით. შეიცვალა რომელიმე სახეობის მიმართულებით უარყოფითი მდგომარეობა, დადებითი მდგომარეობა. დიახ, ძალიან კარგი კითხვაა. მაგალითად, მდინარის კალმახი. თითქმის გადაშენების პირას იყო და რაც აღწარმოებაც დაიწყო, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, სასიკეთო სიგნალები მოგდის, რომ პოპულაციები გაიზარდა. მე ეს რა თქმა უნდა ჩატარდეს სამეცნიერო კვლევითი მისი თევზჭერა, დადგინდეს მათი მარაგი და შეიძლება ერთ დღეს დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ მდინარის კალმახი საერთოდ ამოვიღოთ წითელი ნუსხიდან. თუმცა ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არ მაძლევს ამის თქვის საშუალებას და ვინაიდან არ არსებობს წითელი შესაბამისი კვლევა. ძალიან კარგი შედეგია, თუნდაც ერთი მიმართულები და დიდი მადლობა სტუმრობისათვის. წარმატებას გისურვებთ ყველა ამ პროექტის განხორციელებაში, დასრულებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ მაია ჩხობაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.